ნიკა შურღაია, რომელმაც ორი კვირა სრულიად უდანაშაულოდ გაატარა ფოთის იზოლატორში. ნიკა ძალიან წარმატებული ფინანსისტია, ახლა კი წლების განმავლობაში სხვა საქონლმოქმედო საქმიანობით არის დაკავებული, თუმცა მისი აზრი არა მარტო ეკონომიკურ პროცესებთან მიმართებაში ანგარიში გასაწევი უნდა იყოს და არის კიდეც საზოგადოებისთვის, თუმცა ნიკას ამ შემთხვევაში მინდა კიდევ ერთხელ მივესალმო თუ არის ის კავშირზე, ვხედავ რომ უკვე კავშირზეა და დაუსვა კითხვა დღევანდელ დღესთან დაკავშირებით. ნიკა გამარჯობა. არ არის ეს მხოლოდ ერთი წელი, მე გადაცემის დასაწყისში ვთქვი, რომ ეს ერთი წელი არის უბრალოდ ინტენსიური რუსიფიკაციის, რუსული მოდელის კონსტრუირების ყველაზე აქტიური დაჩქარებული ფაზა, თუმცა ამის ნიშნები იყო ჯერ კიდევ წლების წინ, განსაკუთრებით ქვეყნის საგარეო ვექტორის სრულების მხრივ, უკრაინის ომის დაწყებიდან მოყოლებული ქართული ოცნება, როგორც უკვე შემდგარი რეჟიმით გამდა აქტიურ ნაბიჯებს ქვეყნის შიგნით რუსული მოდელის მშენებლობისკენ, მაგრამ საგარეო ასპარეზზე დასავლეთთან აქტიური კონფრონტაციის ფაზაში შესასვლელად, თუმცა ეს ერთი წელი ამ მხრივ შეიძლება ითქვას, რომ მართლაც განსაკუთრებულია. როგორ შეაფასებდით დღევანდელ დღეს, როგორც ამ ისტორიულ, ასევე დღევანდელობის ჭრილში დღეს ბევრი ადამიანი გამოვიდა კვლავ იმის საჩვენებლად, რომ ქვეყნის რუსიფიკაციას არ შეეგუება. ძალიან მნიშვნელოვანი დღე არის. დღეს გეთანხმებით, რომ ეს არ არის ერთი წლის თავი ნამდვილად და არც ორი. ქართული ხალხის ბრძოლა დიდი ხანია ჩვენ დავინახეთ, ვისთან გვაქვს საქმე და 1 წლის წინ ეს უფრო მკაფიოდ გამოჩნდა. ახლა ლონდონში ვიყავი 2 კვირა და ბევრი ადამიანი ვნახე, ბევრი ადამიანს ვესაუბრე, მათ შორის ლონდონის ბიზნეს სკოლის დეკანი ქვია, მაგრამ ფაქტობრივად რექტორია, რომელმაც დაწერა შესანიშნავი წიგნი სპინ დიქტატორები ქვია და აი ეს წიგნი შეძამებული არის, როგორ იქცევიან ამგვარი რეჟიმები სოფიოს სხვა კუთხეში და ჩვენი რეჟიმი არის კლასიკური გამოხატულება და რატო გავიხსენე ახლა ეს? ესენი დგანან სიცრუეზე. მთავარი ჩვენი პრობლემა არის სიცრუის გატეხვა და 1 წლის წინ დაიწყო ამ რეჟიმის სახის გამოჩენა. სამწუხაროდ ჯერ კიდევ ბევრმა ქართველმა ჩვენმა საყვარელმა თანამემამულეებმა ვერ დაინახა ბოლომდე ვისთან აქვს საქმე. და სამწუხარო რეალობა ის არის, რომ ადამიანები ამ სიზნელეს რომ ვაწყდებით, ზოგიერთი ჩვენგანი არ იჯერებს, შეგნებულად არ იჯერებს, რომ ეს 100 არის და იმიტომ არ იჯერებს და ვერ იჯერებს, რომ ძნელია მე რომ დაიჯერო, რომ ასეთ საშინელ ხალხთან გაქვს საქმე, მაშინ რაღაც გაქვს გასაკეთებელი და გაკეთება ძნელია. აი ეს არის მდგომარეობა. ამავე დროს ძალიან გასახარია, რომ დღეს გამოჩნდა ქართველი ხალხის მებრძოლი სული ცოცხალია. ჩვენ იერი დგას ფეხზე. ორი რამე გვჭირდება ადამიანებო, ჩემო საყვარელ თანამემამულებო. პირველი, ბევრად უფრო მთავარი, ეს არის კონკრეტული მოცემულობის შექმნა ხელშესახების ადამიანებისთვის, რომლებიც დაინახავენ, რომ არსებობს გუნდი, რომელიც შეძლებს, რომ ქვეყანა წაიყვანოს წინ. ანუ რომ არ იყოს ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და ეს დაჯგუფება ქვეყნის სათავეში, რომ იყოს სამართლიანი არჩევნები, ან ეს ბაჟბატონები რომ წავიდნენ, მიხვდნენ რომ არ დაედგომებათ ამ ქვეყანაში, რომ დაღუპვისკენ ვიყავთ ეს ქვეყანა. ნებისმიერ შემთხვევაში უნდა არსებობდნენ ადამიანები, რომლებიც ქვეყნის წინ წაყვანას წაიყვანენ და ეს ადამიანები მნიშვნელობა არ აქვს მათ სახელდაგვარს ამ შემთხვევაში, მთავარია ყველა ჯგუფი თუ არა უმრავლესობა შეთანხმდეს წესზე, როგორ შევარჩევთ ამ ადამიანებს, როგორ მივიღებთ გადაწყვეტილებებს და შემდეგ გამოჩნდებიან სწორი ადამიანები, რომლებსაც ერი მიანდობს და თვითონ ეს ჯგუფები მიანდობენ ბედს ქვეყნისას, რომ ამათმა არჩევნებში, ჯერ სამართლიან არჩევნებში დაუპირისპირდეს და წაიყვანონ ქვეყანა შემდეგ არჩევნებამდე რაღაცა პერიოდში, გარდამავალში, როდესაც ყველას მიეცემა საშუალება მობილიზაცია გააკეთოს და დავმართოთ ნამდვილი სამართლიანი არჩევნები. ბევრნაირი გზა შეიძლება არსებობდეს. ყველანაირისთვის უნდა ვიყოთ მზად. ამ რეჟიმის მთავარი ახლა ამოცანა არის, რომ ჩვენ დაგვხლიჩოს და შიში შემოაცოლოს ჩვენ საზოგადოებაში. ერთმანეთს დაგვაპირისპიროს. ეს დაპირისპირება ძირითადად განხეთქილების ვაშლით ხდება. ანუ ისეთით, რომელიც ბევრ ადამიანს იზიდავს და არამე აი ეს მდგომარეობა უნდა შევძლოთ, რომ მოვილაპარაკო და მარტო არ მინდა ხა ისე ვთქვა,
სიხარდის საკითხი და ამპარტავნების არ არის. საკითხი არის ხედულების გვინწრფელი სხვადასხვაობის. ძალიან ბევრ გვინწრფელ კარგ ადამიანს ხედავ გზელი პოლიტიკური წარსული თუ ახალ მოსულს, რომელსაც სხვადასხვანაირი ხედვა აქვს და ეს გვინწრფელი ხედვები უნდა შევაჯეროთ ერთად საუბრი და შევქმნათ ეს მოცემულობა, შეთანხმება საზოგადოებაში. როგორც სამოქალაქო ჯგუფებში, ისე პოლიტიკაში. მე მინდა რომ ჩემი თავი ამას მივიძღვნა და ბევრი კარგი ადამიანი არის, რომელსაც ხედავ რომ უსულია და ჩვენ ერთად გავაკეთებთ ამას. დაგაგებინებთ მალე ამაზე. მეორე საკითხი, რომელზეც ძალიან დიდი ყურადღება გვაქვს დასათმობი, არის წანისისა და გონიოს გასხვისების საკითხი. ეგრეთ წოდებული იგრისის პროექტი. ეს არის საქართველოსთვის ძალიან დიდი საფრთხეების შემქმნელი პროექტი, ქართველი ერისთვის დიდი საფრთხეების შემქმნელი პროექტი და ამ რეჟიმისთვის ფულის ახალი წყარო პოტენციური. ჯერ ისინი მოთხოვებით შეესწებიან, რომ სხვისი ფულით გააკეთონ, გაასხვისეს ჩვენი ქვეყნის მიწა, სრულიად გაუმჭვირვალეთ ხობისგან გამჭვირვალებას ითხოვენ და უკვე ორჯერ მდევნიდა ანტიკორუფციული ბიურო რაღაც ელემენტარულზე ჩემს საბანკო ანგარიშებში შეიჭრენ, ჩემს უნებართო და ასე შემდეგ და მარტო მე არა, ასობით და ათასობით ადამიანი ზოგ სისხლის სამართლითაც ბევრიან ელემენტარული საკითხების გამო და თავად ამხელა საქმეს ქვეყნის თქვა მილიარდი დოლარის ღირებულების ქონებას ასხვისებენ ისე რომ არ ვიცით საერთოდ პირობები შენ რომ ასხვისებ შეგაქვს წილში მაგალითად მარტივი მაგალითია ბატონი რომანი გოცვიძე სოფშიად ამ კითხვას რომ გაეცი ეს ქონება და 1/3 მიიღე 2/3 იმან რო შემოიტანა რა შემოიტანა სად არის დაგვანახეთ ეს ერთი საკითხი მეორე ჯერ თავად ბატონი კობახიძე იძახდა აქ აი ამ შენობის გახსნაზე რუსთაველზე ვდგავარ ახლა მე რომ 1 მილიონი კვადრატული მეტრი აშენდებაო და რო დაუდეთ ციფრები რომ არ გამოდის 1 მილიონით რაღაცას გვატყუებ გამოვიდა გალაკული ვიდეო ჩაწერა და გვესაუბრება რომ არა ვიღაცები ამბობენ 1 მილიონი 2.4 უნდა შენდესო თავის სიტყვებს ისე უარყოფს თვითონ სხვისი ნათქვამი იყოს 2.4 რო არ აშენდეს და 10 რო არ აშენდეს 10 რო აშენდეს ვინ გააკონტროლებს ამას და 10 მილიონი კვადრატული მეტრი არის 400-500 ადამიანი საქართველოს სხვაშორის ნიკა ზუსტად ამისთვის არის დასაბუთებული მოთხოვნა თავად ამ შეთანხმების შინაარსის გასაჯაროებასთან დაკავშირებით რომ ამ ციფრებით მუდმივი მანიპულირების საშუალება არ კონდეს არავის და პირველ რიგში მათ შორის პრემიერად მომუშავე კობახიძეს. ნიკა ცოტა დრო გრჩება და შეჯამებისთვის მოგცემ დროს დიახ. აი მას შევაჯამ ზუსტად აქ რუსთავის პროსპექტზე 6 გვერდი ხელმოწერები შეგრო და 20 წუთში და აი ეს თხოვნა მივიტანეთ ჩვენ საპატრიარქოში და უმორჩილესად თხოვეთ რომ დაგვეხმარონ ინფორმაციის მიღებაში. ამავე დროს ინფორმაციის მიცემის მსურველ მთავრობას დე-ფაქტო ხელისუფლებას თვითონაც უნდა კონდეს იმდენი გონება და შინაგანი პატიოსნება ოდნავ მაინც რომ ეს მოიტანოს. საბოლოო ჯამში ჩვენი ერის წინაშე დგას ჩვენი ერის სული ცოცხალია ფეხზე ვდგავართ ვართ ყველანაირი რეპრესიის მიუხედავად მაგრად სიმართლე უფრო და უფრო იდგავს ფესვებს მამა დოროთეს და ასეთი გმირი და სულით განათლებული ადამიანების წყალობით ჩვენი ხალხი იწყებს თვალის გახელას შესაბამისად საკითხი არის ალტერნატივის შექმნა ადამიანებმა უნდა დაინახონ რომ ჩვენ ქაოსში არ გადავარდებით რომ ჩვენ რაღაცა არეულობა არ გვექნება რომ ადამიანები თქვა ერთმანეთში ახლა რომ კარგად ვერ იგდებიან მერე როგორ მორიგდებიან ეს კითხვა ვებადებათ დავანახოთ ეს მორიგება შეთანხმება და ვიცით ჩვენ ხალხს იმის შესაძლებლობა რომ სწორი აირჩიოს აი ეს არის ამოცანა და მეორე წანისის და გონიოს გასხვისებაზე და აქ ძალიან ბევრი ადამიანის ჩამოსახლებაზე და ფულის სახელმწიფო ჩვენი თითოეული ჩვენგანის ფულის მითვისებაზე და თავისი ეკოლოგიის მოსობაზე, ტყეების გაჩეხვაზე, ფრინველების განადგურებაზე, მარტო ჩვენ არა, საერთაშორისო დონეზე ძალიან საინტერესო საკითხია, საზოგადოებას ბევრი ამით ინტერესდება და ამიტომ ხალხო, მაგრად ვიდგეთ, ჩვენი საქმე გავაკეთეთ, აი ეს თავარი. მე რა არ გავაკეთე, აი მასე ვიფიქრე, ვიდრე სხვამ და ასეთი სულისკვეთებით ავაშენებთ.